მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თავისუფლება სინდისის პატიმრებს ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ პატიმარს, დიახ, ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან გაიყვანოს და ეს პირდაპირ დაადასტურა ნანა კაკაბაძემ, დაადასტურა ვატო შაქარაშვილმა, მათ საჯარო განცხადებებმაც და იმ ჩვენებებმაც, რომელიც მათ მისცეს სასამართლოს. ხო, ეხლა ეს ძალიან იაფფასიანი თამაში იყო, რომ თითქოს რამდენიმე პირმა, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს რაღაცა რომ უწოდეს თავის თავს, შეიტანა საჩივარი და პროკურატურამ თურმე ამ ადამიანების საჩივრის საფუძველზე გადაწყვიტა, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერი ოპოზიციისა გაუშვას პატიმრობაში. ხო, ამისი ალბათ ყველაზე გულუბრყვილო ქოცებსაც არ სჯერათ. მსგავსი ტრიუკები გვახსოვს ჩვენ ადრეც, პირველი რუსული კანონი ხალხის ძალამ დააინიცირა და მერე შემდეგ ისე მეორე ქართული ოცნება მიუბრუნდა, რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი. ოღონდ მე მინდა საზოგადოება მიცოდეს, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც არის გადადგმული ამ ქვეყანაში დემოკრატიის დასამარებისკენ, დემოკრატიული სივრცის მოსპობისკენ, არის გადადგმული ნაბიჯი ქართული ოცნების პოლიტიკური სამარისაკენ. იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა იქნება ეს თუ პოლიტიკური ლიდერების პატიმრობაში გაშვება, ეს არის ისეთი უკიდურესი ზომები, რომელსაც ყველაზე ველური ავტორიტარული რეჟიმები და დიქტატურები იღებენ ხოლმე. და სამწუხაროდ ივანიშვილს აქეთკენ მიყავს ეს ქვეყანა, მათი ღიად ანტიდასავლური პოლიტიკაც და რიტორიკაც ამას მოწმობს, ის ნაბიჯები, რომელიც მათ გადადგეს დასავლეთის საწინააღმდეგო მიმართულებით და გადადგეს ჩინეთის, ირანის და რუსეთის პირველ რიგში მიმართულებით, ტოვებს ჩვენს ქვეყანას სამწუხაროდ იზოლაციაში. თუმცა ეს ბუნებრივია, ივანიშვილს არ გამოუვა, ივანიშვილი არ არის ესეთი ძლიერი დიქტატორი, როგორიც არიან სხვები. ართულებს ხელისუფლების ცვლილების მოახლოებას, ანუ კიდევ უფრო მეტად პოლიტიკოსების დაჭერა, იძულება, რომ მათ დატოვონ ქვეყანა და რაღაცნაირად დისტანციურად მართონ, შემდეგ საქართველოში დარჩენილი მათი პოლიტიკური პარტიები და ეს რა თქმა უნდა არ არის ისეთი ეფექტური, როგორც რეალურად მართვის პროცესია. ეს ხომ ართულებს, აძნელებს და კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში გადააქვს ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობა. მე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ამას აუცილებლად შორეულ პერსპექტივაში გადააქვს და ამიტომაც ანუ არ აქვს მნიშვნელობა ციხეში იქნება პოზიციონერი პოლიტიკოსი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იძულებით ემიგრაციაში თუ თავისუფლებაზე ყოველდღიურ პარტიულ პოლიტიკურ პროცესში ჩართული, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაავადებს და უფრო შორეულ პერსპექტივაში გვისახავს რეჟიმის ცვლილებას და სწორედ ამიტომ გითხარით მე, რომ ეს ნაბიჯები, ეს სხვა საკითხია, რატომ იჭერს. ეს იმას არ ნიშნავს ივანიშვილი რომ იჭერს, ივანიშვილი სწორ ნაბიჯს დგამს თუნდაც საკუთარი თავისთვის, ხო? აქედან ამ მოცემულობიდან ხო არ გამოვიდა? ანუ მას რა მოძრავებს? თუ ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშწორება? რა თქმა უნდა არის, რა თქმა უნდა არის. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ანგარიშწორებით და იმ გზით, რომელსაც ივანიშვილი დაადგა, გაიხანგრძლივებს ძალაუფლებაში ყოფნას. სწორედ ამიტომ თქვი მე, რომ ესეთი ნაბიჯები, როგორიც არის პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება და ტყვეობაში ჩაგდება, როგორიც არის პარტიების აკრძალვა, თავისუფალი მედიის შეზღუდვა, ადამიანის უფლებების ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, როგორიც დღეს საქართველოშია, არასამთავრობო სექტორის შეზღუდვა, ეს არის დემოკრატიის დასამარებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ საქართველოსნაირ ქვეყანაში, როდესაც შენ დემოკრატიის ასამარებ, არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამას შეირგებ, ისე როგორც შეირგო ბევრმა სხვა დიქტატორმა, უფრო ძლიერი ქვეყნების, რომელთაც უფრო მეტი პოლიტიკური წონა ჰქონდათ, რომელთაც ჰქონდათ ნავთობი, გაზი, მინერალები, ხო? არ არის ივანიშვილი ესეთი მოთამაშე. ვერც იქნება ივანიშვილი ესეთი მოთამაშე. ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ერთი მხრივ არ აძლევს მას ამის შესაძლებლობას და მეორე
ქართველი ხალხი არ არის ის ხალხი, რომელიც ამას მოითმენს. ქართველი ხალხი მას აუცილებლად გასცემს პასუხს და ჩვენ თუ ამას ვიტყვით, რომ ივანიშვილის ნაბიჯები თქვენი პარტია, თქვენი პოლიტიკური ძალა როგორ აპირებს აი ამ კონკრეტულ ნაბიჯს გასცემს პასუხი. მაგას მოგახსენეთ. სხვა შორის მსჯელობის საგანია, პარტიების უმეტესობა არც განიკითხავს ერთმანეთს განსხვავებული გადაწყვეტილების გამო, ამ შემთხვევაში გულისხმობა ციხეში წასვლა თუ ქვეყნიდან გასვლა, მათთვის ეს დაყვანილია როგორც ინდივიდუალური არჩევანი პოლიტიკოსების, ამ საკითხზე თუ ხართ ჩამოყალიბებული. ამასაც მოგახსენებთ, მაგრამ წინა კითხვას აზრს დავასრულებ. ივანიშვილის გადადგმული ნაბიჯები, რომ არის სწორი თუნდაც ივანიშვილისთვის და როგორც ივანიშვილს სურს, ეს ისე იქნება, ასე თუ დავაყენებთ საკითხს, რომ ეს არის უბრალოდ მოცემულობა, ეს ფუნდამენტურად არასწორია, იმიტომ რომ ქართულმა საზოგადოებამ და ქართულმა ხალხმა იცის და უნდა იცოდეს, რომ მის ხელში არის ხელისუფლების ცვლილების გასაღები. ხალხის ძალა არის ის მთავარი ფაქტორი, რისაც ჯერ ერთი ნებისმიერ დიქტატორს ეშინია და მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. ხალხის რომ ეშინია, მას არაერთხელ გამოუმჟღავნებია, თუნდაც ის რომ მიიღო ანტიდემოკრატიული კანონები, ეს დრაკონული კანონები, გაზარდა ჯარიმები, ტროტუარზე დგომის გამო რომ ადამიანებს პატიმრობაში უშვებს, სწორედ ამ შიშის გამოვლინების ფაქტორებია, ხო? რომ ეშინია მას რეალურად ხალხის ძალისა. შესაბამისად, ასეთი მაგალითები სხვა ქვეყნებშიც გვაქვს და ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც გვაქვს, თუნდაც 2012 წლის მაგალითი, როდესაც თავად ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, 2003 წლის მაგალითი, 1990 წლის მაგალითი, როდესაც ხალხის ძალამ გადაწყვიტა ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება და არასდროს ხელისუფლების ცვლილების დროს ოპოზიციის სასარგებლო და ოპოზიციისთვის სახარბიელო ვითარება არ ყოფილა. მაგრამ ხალხმა თავისი სათქმელი მაშინ თქვა. ასე იქნება, მე დარწმუნებული ვარ ივანიშვილის ცვლილების რა გაძლევს ამის თქმის საფუძველს ერთი წუთით, იმიტომ რომ აი მაგალითები გაიხსენეთ და მოდი მეც მოვიყვან კონკრეტულ მაგალითებს, არ ვიცი, ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენჯერ და რამდენი პოლიტიკური ლიდერი დააპატიმრეს სხვადასხვა საქმეზე, რა ვიცი, საგამოძიებო საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ერთდროულად, მგონი 8 თუ 9 სათვალავიცამერია იმდენი პოლიტიკოსი იყო დაპატიმრებული. სად გამოვიდა მათ დასახსნელად, დასაცავად, მათი დაპატიმრების პროტესტის გამოსახატად ქართველი ხალხი და თუ აქამდე არ გამოვიდა, რა გარანტია გაქვთ, რომ ახლა გამოვა ეს ხალხი და რაღაცნაირად შეეცდება დაიხსნას ეს პოლიტიკოსები? პოლიტიკოსების დახსნა არ არის ის მთავარი საკითხი, რომელიც ხელისუფლების ცვლილების იდენტური რამ უნდა იყოს ხალხის პროტესტის გამოღვიძებისათვის. აბა რა არის მთავარი საკითხი? ანუ ის როგორც ექცევა პირველ რიგში ქართველ ხალხს და არა კონკრეტულ თუნდაც პოლიტიკურ ლიდერებს. და ჩვენ ვნახეთ მაგალითი ცოტა ხნის წინ უნგრეთში ქართული ოცნების ძალიან მსგავსი, არა იდენტური, მაგრამ ძალიან მსგავსი ავტორიტარული რეჟიმი, უფრო ძლიერი, უფრო მდიდარი, უფრო მძიმე წონის, იმიტომ რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყო და არის უნგრეთი და მას ვეტოს უფლება ჰქონდა და ბევრი ბერკეტი ჰქონდა და ბევრ რამეზე შეეძლო ზეგავლენის მოხდენა, საშინელ საარჩევნო გარემოში, არამხოლოდ საარჩევნო სისტემაში, რომელიც ჩვენსაზე ბევრად უარესია, მოახერხა უნგრელმა ხალხმა ის, რომ უპრეცედენტო მანამდე არ არსებული აქტივობით რეჟიმს აღარ დაუტოვა არანაირი სივრცე манипуляციებისათვის და ხელისუფლება იქ შეიცვალა. შეიძლება კიდევ უარეს გზასაც დაადგეს, დადგომიან სხვებიც, როგორიც არის, რა ვიცი, მადუროს გზა, მაგრამ იქაც როგორ დასრულდა ეს ყველაფერი ჩვენ გვახსოვს. ერთ-ერთი არჩევნებით ხედავთ თქვენს რეალურად აი ამ არსებული პროცესების გარდატეხის ერთადერთ ჩვენი პოლიტიკური ძალის წამსი დოქტრინა და ერთადერთი ხაზი არის არჩევნები. ჩვენ ვართ კონსტიტუციის ერთგული ძალა. არჩევნებამდე შეიძლება ყველაფერი მოხდეს? არჩევნებამდე ჯერ ერთი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ანუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ
მეორე კითხვაზე არ მიპასუხეთ, აქვე მითხარით გიორგი და გადავალ. კი ბატონო, ანუ თქვენი არჩევანი როგორია, ანუ გეტყვით მაგასაც. მე მაგასაც გეტყვით, ესე იგი. თავარი არის რომ ხალხი გამოვიდეს იმ რაოდენობით რომ რეჟიმს არანაირი არ ჰქონდეს სივრცე და 2003 წლის რევოლუციაც არჩევნებით იყო გამოწვეული მათ შორის, ხო? ეს კარგად უნდა გვახსოვდეს ჩვენ, ეს არ იყო რევოლუცია, როგორც შეიძლება სხვა ქვეყნებში მომხდარა. ეს ერთი და ყველაზე მთავარი. რაც შეეხება პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ არსებულ საქმეს, ჩვენი პოლიტიკური ლიდერების და ჩვენი პოლიტიკური ძალის და ყველა იმ პოლიტიკოსის, რომელიც ვართ ამ პოლიტიკურ ძალაში. სახელით შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადა, რომ არც ერთი ჩვენი წევრი და არც ერთი ჩვენი ლიდერი პოლიტიკურ ბრძოლაზე უარს და ხელის აღებას არ აპირებს, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება ზუსტად ისევე, როგორც მანამდე იყო, იქნება ის უკომპრომისო, იქნება შეუპოვარი, თანმიმდევრული და ყველა გამოწვევებს ვუპასუხებთ ადეკვატურად, ვიბრძოლებთ მანამ და იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც იქნება, სანამ არ შევცვლით ამ რეჟიმს. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. ივანიშვილს არ იმიტომ რომ თენგო კირთაძემ პირდაპირ თქვა რომ აუცილებლად შუამოვლის საშუალებით ყოველს ექნებოდა ეს შეთავაზება რომ დატოვეთ ქვეყანა ამაში ხელს არ შეგიშლით არა ეს საერთოდ არ მესმის რა შუაში არის პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებასთან ხო პოლიტიკური ბრძოლა შეიძლება საკნიდანაც პოლიტიკური ბრძოლა შეიძლება გარედანაც შიგნიდანაც ამას სხვადასხვა ფორმები აქვს ხო პოლიტიკურ ბრძოლას ჩვენ პოლიტიკური ძალის ხაზი არის ის მთავარი ღერძი ჩვენი საქმიანობის გახლა თუმცა ისინი ვინც არჩევნებისთვის მზადება ვინც მიიღო გადაწყვეტილება დარჩეს და წავიდეს პატიმრობაში ხშირად ეს მათი არჩევანი არის მესმის მაგრამ ნუ ხშირად არ ვიცი საყვედურის ტონით საუბრობენ ხოლმე იმაზე რომ უფრო მარტივია რა თქმა უნდა სხვა ქვეყნიდან რაღაცა დირექტივების თუ სურვილების გაჟღერება რაღაცა ერთიანობაზე ერთიანი სიის შესახებ და მოუწოდებენ ხოლმე რომ ჩამოვიდნენ და ისინიც მათ გვერდში არა ერთიანი სიაზე საერთოდ მე ძალიან მკაფიო პოზიცია მაქვს რომ ეხლა ერთიანი სია და ყველა პოლიტიკური ძალის ერთად შერწყმა პარტიიდან თქვენი პარტიის ლიდერების გამარჯვების ფორმულა ერთიანი სიაზე არ კეთდება. ერთიან სიაზე, როდის გახსოვთ ჩვენ ერთიან სიაზე რომ გვესაუბროს ამ შემთხვევაში და ამ არჩევნებისათვის, ჩვენ პირიქით ვფიქრობთ, რომ ამ ბრძოლაში ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი არის საზოგადოების აბსოლუტურად ყველა სეგმენტის გააქტიურება და ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ამ ქვეყნის მოსახლეობის არის ივანიშვილის წინააღმდეგ და მათი გააქტიურება და აი ამ ძალის კონვერტირება, კაპიტალიზება არჩევნების დღეს აქტივობაში არის მთავარი და გამარჯვების გასაღები. ეს არის გამარჯვების ფორმულა. და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყველა პარტია უნდა გაერთიანდეს, მაშინ რა ვუყოთ იმ ადამიანებს და ესეთები არიან ძალიან ბევრი ამ ქვეყანაში, ვისაც ეს მოდელი არ მოსწონთ. ანუ ისინი თამაშგარეთ დავტოვოთ? მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ვერ გამიმარჯვებთ. ჩვენ ვერ შევძლებთ იმ კრიტიკული უმრავლესობის მიღწევას, ხო? თქვენს ეთერში ხშირად თქმულა ჩემგანაც მათ შორის ჩემი კოლეგებისგანაც რომ როდესაც რეჟიმის დამარცხება გინდა არჩევნების გზით აქ უბრალოდ უმრავლესობით მოგება არ არის ჯობნა საკმარისი დამთრგუნველი წამლეკავი უმრავლესობით უნდა აჯობო მას რომ განმეორდეს ის რაც განმეორდა რაც მოხდა უნგრეთში და რაც სხვა ქვეყნების პრაქტიკაშიც არსებობს და ჩვენს ქვეყანაშიც მომხდარა ასე 2012 წელსაც ასე მოხდა ის გაყალბებას მანიპულაციებს თავისი ლიმიტები აქვს ამიტომ გჭირდება დამთრგუნველი უმრავლესობა და დამთრგუნველი უმრავლესობით ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ თუ ადამიანებს არ მივცემთ არჩევნის შესაძლებლობას ხო ადამიანებს ბევრს არ მოსწონს ეგ ერთიანი კონფიგურაცია და ასეთებს ჩვენ ხვდებით ხო დავდივართ რეგიონებში მეც ირაკლი კუპრაძე ვანა გალდავა ოთო ფოროლავა ფიქრია ჩიხრაძე ჩვენი ლიდერები ხვდებით ადამიანებს და მათი განწყობები არის სულ სხვა და შესაბამისად მათი გააქტიურება და პროცესში ჩართვა არის ჩვენი მთავარი პირველადი ამოცანა. და ამას გავაგრძელებთ ნებისმიერ სცენაში, პარტიების აკრძალვის, პოლიტიკური ლიდერების დაჭერის თუ ასე შემდეგ, ყველა პოლიტიკური ლიდერი, ყველა პოლიტიკოსი სხვადასხვა ფლანგზე, სხვადასხვა მოცემულობაში გააკეთებს იმ საქმეს, რომელიც მოემსახურება ერთადერთ მიზანს ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას. მადლობა